საქართველოს უნივერსიტეტში ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვირაული იწყება. ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვირაული ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. 2025 წლის 12-16 მაისს კვირაულის მთავარი თემა იქნება ინოვაცია მდგრადობისთვის, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ადაპტაციას და ვითარებას თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთა თინა ბერუჩაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ადმინისტრირების დეპარტამენტი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა. მოგესალმებით. მე განსაკუთრებით მიხარი ხოლმე ხალხთან თინა მე თქვენ არ გითხარით ეთერამდე, მაგრამ საქართველოს უნივერსიტეტის როცა ვლაპარაკობთ, მისი კურსდამთავრებული ვარ მაგისტრატურის და მე ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ესეთი სიახლეები საქართველოს უნივერსიტეტში ხდება. და ესეთ ჯანსაღი მიმართულებები. მოდით კვირაულის მნიშვნელობაზე გიკითხავთ რა მნიშვნელობის მატარებელია და რა მიზანს ემსახურება ეს კვირაული. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. პირველი სანამ კვირაულზე ვისაუბრებთ, მე მინდა მოსახლეობას ეს ინფორმაცია მივაწოდოთ, თქვენს დღეს არის ექთნების საერთაშორისო თემა. მინდა მიულოცო ყველა ექთანს ჩვენი სკოლის სახელით, უნივერსიტეტის სახელით, უსულრო პროფესიონალური წარმატება, ჯანმრთელობა და მინდა აღნიშნო, რომ განუზომელია მათი როლი შეუფასებელია ხმეობა მინდა უსურო და წარმატებები პროფესიონალურად. ისე დაფასდება მათი პროფესია, როგორც დანარჩენ განვითარებულ ქვეყანაში. ამას გისურვებთ მე არ ნამდვილად სასურველია, მე მგონი არის ამის პირველი ნაბიჯები და მივესალმებით ყველანაირ პროგრესს ამ მიმართულებით. ახლა რაც შეეხება ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვირაული, ეს კვირაული არის ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ინიციატივა, როგორც თქვენ ახსენეთ. და იმართება ყოველწლიურად 2019 წლიდან. ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა, ჯერ კიდევ მაშინ სულ იყო 15 წევრი 12 ქვეყნიდან და ძირითადი მიმართულება იყო ჯანდაცვის საკითხებზე, ძალისხმევის გაერთიანება, ერთიანი აქტივობები, რადგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მოსახლეობაში ცნობიერება ამაღლებულიყო და ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მომხდარიყო. 2019 წლიდან არის ეს ინიციატივა ასოციაციის მიერ, რომ აღინიშნოს კვირაული და კვირაულის ფარგლებში ყველა დღეს კვირის განმავლობაში აქვს თავისი მთავარი თემა. ძალიან მნიშვნელოვანი ხო, რომ ყოველი დღე არის დატვირთული და ყოველი დღე კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ხო? და გავყვეთ ჩვენც გითხარით ხო 12-16-მდე რა მნიშვნელობის მატარებელია. ზოგადად კვირაულს აქვს ხოლმე თავისი ძირითადი მესიჯი და 2025 წლის ძირითადი მესიჯი არის ინოვაცია მდგრადობისთვის. ბრიუსელში იმართება ჰაკათონიც, რომელიც ინოვაციური იდეების ლაბორატორიაზე მუშაობს და მოგეხსენება დღევანდელ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინოვაციების ჯანდაცვის სექტორში. დანერგვა მაშინ აი ამ ინოვაციების სისტემაში ჩაყენება მწყობრად, რადგან ჯანდაცვის საკითხებში სერიოზული პროგრესის მიღწევა შეიძლება ინოვაციების დანერგვით. და ზუსტად ეს არის ინოვაციების გამოწვევების საპასუხოდ მდგრადობა ამ კვირაულის ძირითადი მესიჯი. რაც შეეხება ყოველი დღის თემას, ვიწყებთ დღეს ჩვენ უნივერსიტეტში დაგეგმილი გვაქვს მასშტაბური ღონისძიება. დღევანდელი დღის თემა არის მენტალური ჯანმრთელობა და ამ საკითხზე ჩვენ გვექნება სადისკუსიო პანელი, ასევე გვეყოლება მომხსენებლები, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრებენ და შემდეგ აუდიტორიას ექნება საშუალება, რომ მათთვის სასურველ კითხვებზე პასუხი მიიღონ. მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება
მიმართულება და ამიტომ პირველ დღეს ძალიან აქტუალური. ასევე არანაკლებ აქტუალური არის მეორე დღის თემა, გარემოს ჯანმრთელობა, გარემოს უსაფრთხოება, გარემოს მდგრადობა და კლიმატი, რომელზეც ასევე ჩვენ გვაქვს საჯარო ლექცია დაგეგმილი და გარემოს ჯანმრთელობის შესახებ დაავადებათა კონტროლის და ეროვნული ცენტრის მრჩეველი ამ მიმართულებით წარუძღვება საჯარო ლექციას. მე აქვე მინდა აღნიშნო, რომ საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს კვლევის მიმართულებების გაძლიერებაზე და ზუსტად აი ამ ორივე დღის ფარგლებში დღესაც და ხვალაც ჩვენ ჩართული გვყავს ის ადამიანები, ვინც კვლევით ამ კონკრეტულ საკითხებზე კვლევით პროცესში მონაწილეობდნენ, ესენი არიან ჩვენი დოქტორანტები და თავისი საკვლევი თემის მასალებს, როგორც სიახლეებს არ გვიდგენენ. რომ გავაგრძელოთ შემდეგი დღე, ეს არის დღე, რომელიც ეძღვნება ხანდაზმული მოსახლეობის ჯანმრთელობა. ეს სიტყვათაც ყოფა ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია და ტექნოლოგიების როლი კიდევ ხო ასე? და ტექნოლოგიების როლი და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვნად გამოკვეთილი თანამედროვე ტექნოლოგიების, ანუ დისტანციური მედიცინის როლი დიაგნოსტიკაში, სერვისების მიწოდებაში, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, მოგეხსენებათ რეგიონალური ტერიტორიული პრინციპების რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით განსხვავებები გვაქვს დედაქალაქსა და რეგიონს შორის და ზუსტად თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს ციფრული მედიცინის გამოყენება, რომელიც რეგიონშიც იფუნქციონირებს ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ეს იქნება ძლავრი ბერკეტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის თანაბრობის პრინციპი დავიცვათ. ამ საკითხზეც ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო დისკუსია. ტექნოლოგიების როლი ძალიან საინტერესოა. ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელიც პილოტურად გაეროს ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში იყო დანერგილი და ნელ-ნელა ვითარდება და სასიხარულოა, რომ კი ბატონო, ჯანმრთელობის თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ზუსტად ამ დღეს უნივერსიტეტში გვექნება სამეცნიერო კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ჩატარდა წითელი ჯვრის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად და ეხებოდა ჯანმრთელობის დეტერმინანტების შესწავლას, ანუ იმ კომპონენტების შესწავლას, რომელიც განაპირობებენ თანაბარ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე. ჩატარდა ეს კვლევა თბილისში და გორში და ზუსტად აი შედეგების წარდგენა იქნება ის ძირითადი საკითხი, რომელიც ხაზს გაუსვავს თანასწორობას ჯანდაცვის სერვისებზე, წვდომის განსხვავებებს რეგიონებში. აქაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ მუდმივად ხელს ვუწყობთ საბაკალავრო იქნება ეს სამაგისტრო თუ სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომ ჩართული იყვნენ კვლევის პროცესში, მოგახსენეთ დოქტორანტურის შესახებ და აი ამ წითელი ჯვრის თბილისის ოფისთან ერთად წარმართულ კვლევაში ჩვენი საბაკალავრო საფეხურის 4 სტუდენტი ყავდა ჩართული, მათთვის ეს იყო შესანიშნავი პრაქტიკა, საველეს სამუშაოები, ადგილზე გაცნობა, კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის, დეტალების და მათი მონაწილეობით შედგება აი ამ დღის აღნიშვნა და ბოლო დღე ხო მასშტაბი იწევს, დიდი მასშტაბზეა 16 რიცხვი გასული. კი ბატონო, ჩვენ ეს დღე არის, რომელიც ეძღვნება ახალგაზრდობას, გლობალური ჯანმრთელობა და ახალგაზრდობის როლი გლობალური ჯანმრთელობის საკითხებში. ჩვენ ამ დღეს ვესტუმრებით თბილისის 157 საჯარო სკოლას, სადაც შევხვდებით მაღალი კლასის მოსწავლეებს, ვისაუბრებთ ზოგადად გლობალურ ჯანმრთელობაზე, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც
ამ მიმართულებით არა მარტო საქართველოს, არა მხოლოდ რეგიონს, არამედ გლობალურად არის და ჩვენ უკანასკნელმა პანდემიამ ამის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. ამიტომ ახალგაზრდობის ჩართულობა, მათი როლი, მათი განათლება და ფიქრი იმაზე, რომ უკვე აი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები უნდა ჩაერთონ ასეთ აქტივობებში, ჩვენ თვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე უნდა ვაღიარო, ამ ყველაფერში ხარაზეს თქვენი საუბრო თოდონთინა როგორ თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეული თემატიკა ფაქტობრივად დღევანდელობის გამოწვევა. ყველაფერი რაზეც თქვენ უნდა ისაუბროთ ამ დღეების განმავლობაში არის ის, რაც საზოგადოებაში თან ეს არ არის ერთეულებზე გათვლილი, ხომ ასეა ეს თემა სტუდენტებს საზოგადოებრივი და ეს ყველაფერი და ეხება თუნდაც არ ვიცი სკოლის მოსწავლეებსაც კი. ჩვენ იმიტომ ვთავთ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, სხვადასხვა საფეხურის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, რომ წარმოუდგენელია ჯანმრთელობა ისეთი მულტიდისციპლინარული საკითხია, რომ წარმოუდგენელია მხოლოდ რაღაც პროფესიონალების გუნდმა იმუშაოს მხოლოდ ამ საკითხზე. განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გლობალური ჯანმრთელობა, რომელიც მოიცავს პოპულაციის ჯანმრთელობის საკითხებს. ამიტომ ამ მიმართულებით განათლება, ინფორმაციის მიწოდება, დარწმუნება რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის წვლილი ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში, პრევენციის საკითხებში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის საკითხებში, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ზუსტად აი ამ საკითხზე მსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული მე გულისხმობ რომ იყო მადნიერების განცდა უფრო მაქვს ეხლა ვიდრე სხვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ხოთა დასწრება და წარმატება, იმიტომ რომ ეს მართლა ის თემები, რომელზეც ძალიან აქტიურად ვფიქრობდეთ და ვმუშაობდეთ. როგორც მინიმუმ ჯანმრთელობა ძალიან ყველას გვეხება და ყველასთვის მნიშვნელოვანია და ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით არის ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით. დაგემშვიდობებით საუკეთესო საინტერესო